თქვენთვის ყველაზე საინტერესო ფაქტი ფუტკრების შესახებ რომელია? გაოცებით რა გითხრა, საოცარი. რა უნდა გამაოცოს შემთხვიდან გადმოვარდნილი სკა თოუში იდო ისე ცოცხლად გადაარჩენილი იყო მოვედით ერთი კვირის შემდეგ. რომ მივიდა ერთმა ფუტკარმა ნახა იქ არის რაღაც უხვი ნექტარი, ყვავილი, ხო? რომ მოდის სკაში ასრულებს ცეკვას. იქით წავა 5 უჯრა ნიშნავს ესე იგი ჩრდილოეთით 500 მეტრზე თუ ამას ახდენს. და რა კარგი იქნება ადამიანს მასე შეამოწმოს და მე გვანან კი არა ადამიანებმა უნდა ვისწავლოთ ფუტკრებისგან ბევრი რამ ასე გამოდის ხო? შეიარაღებული ძალები მივემართებით ფუტკრების არმიისკენ. ჩვენ რო 4 და 5 წელი ვაშენებთ კორპუსებს ესენი? ესენ თავიანთ კორპუსებს მალე აშენებენ. დიახ, ამაშიც გჯობია ფუტკრები. დავახჩოს უნდა ხო? მე არა მხოლოდ ფუტკრებს ვებრძვი ბატონი რეზოც. კარგად დავკვამლე. ჰერი, მიტომ ღერია ხო? აი ნახეთ, შესანიშნავი ფუტკრები, ცოცხლადაც ხომ არიან, კედლებზეც ფუტკრები ხატია. ვაჰ! ყველაზე საინტერესო ამბავი. ამ გადაცემიდან რამდენი ჩემი კივილი, წივილი, ყვირილი ამოჭრილი ვერ გეტყვით. როგორი ზაფხულია, რეზობიძია? ზაფხული მშვენიერი არ ვემდვე. ცოტა ადრე აკაციის პერიოდში ცივი იგინი იყო, ცივი გაზაფხული და ფუტკრისთვის არ იყო მაინც სახარბიელო. რომელი ოჯახებიც თავის დროზე ძლიერი იყო, იმას კიდე ნიჩეო, მაგრამ რომელიც სუსტი იყო, იგენს გაუჭირდა ერთი სიტყვით, დახმარება დაჭირდა. თაფლი ვერ მოიტანა მაისის თაფლს ვეძახით, აქ ჩვენთან ვერ მოიტანა აკაცია, ვერ აითვისა, მაგრამ წაბლი კარგად აითვისა. ეს ამ ამინდების გამო, ხო? ამინდებმა შეუწყო ხელი და კარგად გვაქვს რამდენი მოსავალი. გასულ წელთან შედარებით გაორმაგებულია კი. წაბლი აითვისა კარგად. წავსთან მოყვა შერეულათა უკვე შვაყვავილობის შემდგომ იწყება ცაცხვი, რომლებიც ცაცხვი აქ ჩვენ ზონაში ცოტა გარეთაა, ცოტა უფრო მაღალაზეა და ის ცაცხვიც რომ მოილია 10 დღე გავიდა უკვე შეიძლება ითქვას თაფლის 70% 80% დამწიფებულია. დამწიფებულია ნიშნავს გადაბეჭდილი აქვს და როცა 2/3-ზე მეტი გადაბეჭდილია შეიძლება ამოვიღოთ. ფუტკრები ძალიან გრძნობიარი არსებები არიან და მაინტერესებს ფუტკარი როგორ გრძნობს თავს ამ პირობებში, იმიტომ რომ ჩვენთვისაც რთული იყო ამ რაღაც ამინდის ცვლილებასთან შეგვებოდა რთულია ახლა ზაფხულია თუ ზამთარია ვერ ვიგებთ და ამ პირობებში ფუტკრის ცხოვრება როგორ იცვლება? ანა როგორ ადაპტირდება ამასთან? მართალია აქტუალური შეკითხვაა დღესდღეობით ფიქრობ ისეთი გლობალური კლიმატური ცვლილებები მიმდინარეობს და ამ დათბობის გლობალურ დათბობას გულისხმობ ტემპერატურა აიწია მოყვა თქვა ტროპიკული მწერების შემოყვა ასე ვთქვათ და გვიჭირებს ახლა დღესდღეობით ახალი დაავადებებია შემოსული ტროპილელაფსოზი ადრე იყო და ვაროა გვაწუხებდა ახლა ტროპილელაფსი დაემატა მაგრამ ფუტკარი 8000 წლის ისტორია აქვს ფუტკარს იმდენი კატასტროფებს და იმდენი კატაკლიზმებს გაუძლო და დღემდე მოდის ფუტკარი მალე გადის ადაპტაციას, მალე შეეგუება ამა თუ იმ პირობებს. ვფიქრობ, რომ ის თუ რადგან ერთი თითოეული ინდივიდი მცირე მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა და ეს არის საზოგადოებრივი მწერები, ანუ ის ბევრი ერთიანობაში ქმნიან ერთეულს, ბიოლოგიურ ერთეულს. ამიტომ ადვილად გადაეწყობიან ამა თუ იმ კლიმატური პირობების მიხედვით და თუ ჩვენ ცოტათი ხელი შევუწყობთ, რომ დაავადებების მხრივ მართოთ და არ შეაწუხოს დაავადებებმა, სხვა კარგად იგრძნობს თავს, ფუტკარს არ გაუჭირდება. ანუ ჩვენი მთავარი ამოცანაა, მე ფუტკრის მთავარი ამოცანაც ასეა დასმული წიგნებშიც და ყველგან, ჩვენი მთავარი ამოცანაა ყავდეს ჯამთელი ფუტკარი. ხარისხიანი პროდუქციის მისაღებად. და თუ ამ პირობებს ვასრულებთ, რომ ჯამთელი ფუტკარი ყავდეს,
მას აღარ გაუჭირდება უკვე. პატარა უნდა მიყვე. მაშინ ფუტკარი ძლიერია და მე ფუტკრეც ძლიერია. ცოტა დაჭირდა მიყოლა, გაგება, გააზრება, რომ თუ თქვა კალენდარით თუ ვინმე მუშაობდა და იწერდა რომ თქვა აპრილში აკეთებდა ამა თუ იმ ღონისძიება, შეიძლება მან ცოტათიან დაინაცვლა წინ, ანუ უკან დაუშვათ. უნდა იგრძნოს ფუტკრის ოჯახიდან გამომდინარე, რა დროს რა დახმარება ჭირდება, ეს და ესაა, სხვა არაფერი. თაფლის ამოღების პროცესი ვიცი ძალიან საპასუხისმგებლოა. იმ კუთხითაც რომ ეს შესანიშნავი არსებები, მწერები ცოტათი ბრაზდებიან და მათ დისკომფორტსაც ვუქმნით, რის გამოც შეიძლება განრისხდნენ და თავს დაგვესხან. თქვენ ვიცი რომ არ გეშინიათ ამის, მაგრამ ფუტკარს ჩემთვის არასდროს უკმენია აქამდე, ამიტომ ამ პირველი გამოცდილების ძალიან მეშინია და ვცდილობ ხოლმე რომ აი ესეთ კრიტიკულ მომენტში, როცა შეიძლება თავდასხმა ვიგრძნო მათი, მოვერიდო. მაგრამ მაინც მომიწევს უნდა გადავლახო დღეს ეს პრობლემა. ახლა ისეთი დროა, ფუტკარის უმეტესობა სამუშაოზეა გასული. სკაში არის მცირე, საკმაოდ შემცირებული ნაწილი დარჩენილი და მით უმეტეს როცა ის ახლა თქვენ ნახეთ აქ მოფრინდა რამდენიმე სიტყვას ეძებენ, თუ არა ჩვენზე არ მოდიან. ისეა გარეთ გასული, ის მათ საქმეებში არიან ჩართული და ახლა მაინდამაინც ჩვენთვის არ ცხელათ მაგათ. ხო, ჩვენთვის არც ალიათ. თუ შეგიძლიათ ვითხრათ, თქვენთვის ყველაზე საინტერესო ფაქტი ფუტკრების შესახებ რომელია? რითიც ეს მწერები თქვენთვის განსაკუთრებული არსებები არიან? აი, პატარების ხშირად მის მამენ შეკითხვას აქ როცა სკოლებიდან მოდიან, რატომ რომ სკაში ვთქვათ ერთი დედის მიერ დადებული კვერცხიდან იჩეკება ხან მამალი ფუტკარი, ხან დედალი ფუტკარი. რა განაპირობებს ამას და მეორე საკითხი რომ თუ ერთი დედა ფუტკრის მიერ დადებული კვერცხიდან მესამე ისევ დედაც იჩეკება. ანუ ადვილიდან მარტებაა ვთქვათ რომ მამალი ფუტკარი როცა იჩეკება გაუნაყოფიერებელი კვერცხიდან იჩეკება, მაგრამ მუშა ფუტკრის და დედა ფუტკრის განსხვავება კვებაშია ზუსტად. მიხვდეთ, იმ მუშა ფუტკარს კვერცხობის პერიოდში 3-4 დღის განმავლობაში იკვებავს ფუტკრის რძით. და დანარჩენ შემთხვევაში ჭეონარევით, თაფლით და ასე შემდეგ და დედა ფუტკრისთვის განკუთვნილ კვერცხს ის თუ სადედე უნდა გამოვიდეს, იმას მთელი პერიოდი უწევს რძით კვებავენ და სწორედ რძის კომპონენტის დამსახურებაა ის, რომ დედა ფუტკარი არის დიდი, არის ბიოლოგიურად ისეთი, რომელსაც შეუძლია კვერცხდება და ასე შემდეგ და ცოცხლობს 5-7 წელი. დედა ფუტკარი. ხო და მაშინ როცა ის სხვა დანარჩენი დედრი მუშა ფუტკრები ცოცხლობენ 30-40 დღე. ეს ფუტკრის რძის დამსახურებაა ზუსტად რომ შეუძლია ფუტკარმა, დედა ფუტკარმა დღე-ღამეში დადოს 1500-2000 ზალი კვერცხი. ის მის წონაზე 10-ჯერ მეტია წონით, მაგრამ ამხელა არც ერთი ინდივიდი არა, რომელსაც ასეთი მაღალი რეპროდუქციის უნარი აქვს. ეს ძალიან საინტერესო ფაქტია და ამიტომ გამოვყავი ამ შეკითხვას. ნამდვილად ძალიან საინტერესო ფაქტია. თქვენს საფუტკრეში რა მოხდა ისეთი, თუ გაქვთ რომელიმე ერთი ფაქტი, რომელმაც გაგაუცათ ან თქვენს მოლოდინებს გადააჭარბა, ან პირობითად იყო ძალიან უცნაური შემთხვევა. ესეთი თქვენ პირადად რასთანაც შეხება გქონიათ, რა ყოფილა ასეთი? გაოცებით რა გითხრა, გასაოცარი. რა უნდა გამაოცოს ჩემთვის ყველაფერი 30 წელი პრაქტიკული მეფუტკრეობის ამაქვს და ბავშვობაში ვეწეოდი მეფუტკრეობას. ყოველი ნაბიჯი გასაოცარია რაღაცნაირად. არის პერიოდები, როცა არელი აქ თქვათ კვერცხდება უნდა იყოს, არ უნდა იყოს ჯერ და ახლა დაწყებულია უკვე. ფუტკრის დედას განვითარებისათვის დაბადებიდან 16 დღე ჭირდება, ან დაბადებამდე 16 დღე ჭირდება და 16 დღეში როცა გამოიჩეკება, 1-10 დღე კიდე განაყოფიერებისათვის და მერე უნდა დაიწყოს კვერცხდება, მაგრამ ნახავ ოჯახს რომ უკვე მე-10 დღეს კვერცხდებას იწყებს უკვე და გასაოცარი, ანუ გამოდის რომ უკვე დასრული ფუტკარზე ჩამოაშენა სადადური და ასეთი ფაქტები არის ძალიან გასაოცარი. გასაოცარი ფაქტებია, მაგალითად წელსო დიდი თოვლი იყო აბრუნებული სკა, გადმოbrunებული თაუღია სკა, ვერც მახლობლებ მოხუცი ვერ შემოვიდა ჩემი სიზიც ვინმე და დარჩა თაუღია 3-4 დღის განმავლობაში და იყო ცოცხალი, არაფერი არ ესეც კიდე ამტკიცებს. გადარჩა მთელი სკა? არაფერი არ მოსულია, ანუ
ცოტა მასაკი დაიღუპა იმის გამო რომ იქ მოიჭყიტათ ზოგი თუ რაღაცა, მაგრამ თაუღია სკა შიგნით ათოვდა და არაფერი არ მოსვლია. ზოგი რო დაიწყებს ახლა სიცივისა ეშინია და ასე შემდეგ. თქვენ წარმოიდგინეთ, რამდენიმე წუთითაც კი ვერ ხსნით ხოლმე სკას ზამთარში, რომ ფუტკარი არ დაიღუპოს და რაღაც დისკომფორტი არ შეექმნოს და თაუღია სკა იყო. მაგანა ზამთარში ხსნი ბევრი ეხსნია თუ არა, ეს თუ ასე 4 დღის განმავლობაში თაუღია სკა გაძლევდა, ნუ უცნაური იყო რაღაცნაირად. რა მაგარია, ესე იგი ასეთი შემთხვევები ბავშვობაშიც მქონია, რომ ხიდან გადმოვარდნილი სკა თოუში იდო ისე ცოცხლად გადაარჩენილი იყო მოვედით ერთი კვირის შემდეგ. ასეთი შემთხვევები იყო, მაგრამ აქაც მქონდა ასეთი უცნაური შემთხვევა. ბატონ რეზო, ფუტკრები რითი გვანან და გვანან თუ არა ადამიანებს? ერთ შედარებას მოვიყვანა ადამიანები ინფორმაციის გამავრცელებლები ვართ ნამეტარი და ის თამაში რომ ზრუგზე რომ დააწერენ და აუცელებენ რომ გადაეცი სიტყვა გადაეცი თქვა წინარდება და ბოლოში არ გავა ისე ხომ წინარდება გაფრთხილებული ტელეფონი ხო? ხო, დამახინჯებული გავა. ადამიანები ინფორმაციის გამავრცელებლები ვართ, მაგრამ არ ვაზუსტებთ ინფორმაციას. ასე ვთქვათ, გავიგონებ თქვი, იმან გაიგონა თქვა, ფუტკრებს აქვენ ასეთი რომ მივიდა ერთმა ფუტკარმა, ნახა იქ არის რაღაც უხვი ნექტარი, ყვავილი, ხო? რომ მოდის სკაში ასრულებს ცეკვას. ცეკვა ქვია, ფუტკრის ცეკვა. ამ ცეკვას აქვს გარკვეული აზრი, იქით წავა 5 უჯრა ნიშნავს, ესე იგი ჩრდილოეთით 500 მეტრზე თუ ამას ახდენს. მერე კრუგს გააკეთებს თუ მობრუნდება თუ რაღაცა, ესე იგი მათი ნიშნები აქვიან, რითაც იქ ახლო მყოფ ფუტკრებს ამცნობენ, რომ ამ ადგილასაა. ლოკაციას უჩვენებენ. ვაუ! ამას ხომ ახლოს სადაც ასრულებს ამ ცეკვას, უყურებს და ახლობით თქვა 200 ფუტკარი თუ არა, სკაში არის 8000 ფუტკარი. ყველა ხომ არ უყურებს, მაგრამ ყველამ რომ გაიგოს, ესენი ერთმანეთს გადასცემენ ამ ინფორმაციას. ერთმანეთს რომ გადასცემენ, კი პირდაპირ ნათქვამს კი არ გადასცემენ. არა, კი არა, მასე ნათქვამს პირდაპირ კი არ გადასცემენ, მიდიან, ამოწმებენ, მოდიან და მერე გადასცემენ. და რა კარგი იქნება ადამიანებს მასე შეამოწმოს და მე გვანან კი არა ადამიანებმა უნდა ვისწავლოთ ფუტკრებისგან ბევრი რამ ასე გამოდის ხო? შრომაც სხვათა შორის ჩვენზე დაუზარელი არსებები არიან, ეს ფაქტია. და თურმე ჩვენზე უკეთ შეუვლიათ ინფორმაციის მიღება, გადამუშავება და მიწოდება. დღეს დღევანდელ სამყაროში ეს ინფორმაციული ეს ლოჯისტიკაა ყველაზე მნიშვნელოვანი და ამაში თურმე ფუტკრებიც კი ბჯობია, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ძალიან თითქოს ძალიან განვითარებულ ეპოქაში ვცხოვრობთ. ფუტკრები ამ საქმეს ტექნოლოგიების გარეშე ჩვენზე უკეთ აკეთებენ. ყური არ აქვს, ასე ვთქვათ, სმენის ორგანო აქვს, ბუსუსები აქვს ტანზე, ბევრი ულვაშების სახით, ანტენების სახით და ყოველი ტალღა, ყოველი იგი ესმით. ჩვენზე უკეთესად სხვათა შორის. აი ესე ყურები არაა საჭირო რაღაცები გავიგოთ. საჭირო და ანუ ზოგი ფიქრობს რომ ურაკუნებს თუ რაღაცა და ეს ხმა რაღაცას იმოქმედებს, ტალღა მოქმედებს მარტო და მეტი არაფერი. ანუ ესეც მეტად იგია. საინტერესო ფაქტი და ახლა დღეობით გავრცელებული დაავადებები რომ ვახსენე ვაროა და ტროპილელაპსოზე ეს ფიქრობ ჩვენი მსმენელისთვისაც კარგი იქნება ვერ ამჩნევს ხშირად დაავადებას ფუტკარი მოდის ფრენს ყველაფერი გარეთ სკიდან გამოდის მაგრამ იმას არ აქვს ის ბუსუსები ანუ ეს ტკიპამ ემბრიონის ყოფნის პერიოდში ფუმფლად ყოფნის პერიოდში ის ნაკვეთი ამოაჭამა ასე ვთქვათ და ვეღარ განვითარდა ვთქვათ ეს ბუსუსები და ამიტომ რჩება ფუტკარი გეზის ვერ შეიცნობს მიმართულებას იკარგება თუ აღარ ესმის ასეთი ვირუსების ბრალია ეს და ძალიან ყურადსაღები მომენტია დღესდღეობით ამის ცოდნა რომ გაითვალისწინოს ადამიანმა და იმის მიხედვით შეუწყოს ხელი რომ ის ფუტკარი განვითარების პერიოდში ის დასრულ ფორმასთან მიიღებს უნდა იყოს პარაზიტების გარეშე. ჩვენი პროდუქტის 80% ზუსტად ფუტკრების მიერ ჯვარედინი დამტვერების შედეგად მიღებული პროდუქტებია და ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დავდგებით, მაგრამ ასე ვთქვათ, როგორც აინშტაინი ამბობდა 4 წელიწადში ადამიანის მოდგმაც გადაშენდება, თლაც შეიძლება ვერ დავეთანხმო, მაგრამ თითქმის ასეთი იქნება, რომ წარმომიდგენია ფუტკრების გარეშე სხვა მწერები ბუნებაში რამდენი იქნება, რომ მოახდინოს ჯვარედინი დამტვერვა, ან ქარისმიერი დამტვერვა არის ძალიან პროცენტულად დაბალი. ფუტკარი მარტო არაა თაფლივი, მეორე ეს არის ჩვენი კვების რაციონის 80% და ამიტომ ყველას როცა სოფელში ერთი მეფუტკრეა ყველამ უნდა იფიქროს ამ მეფუტკრეზე და ამ მეფუტკრემაც უნდა გააცნობიეროს მისი როლი მის სოფელს არ გია
პასუხისმგებლობაა სოფლისთვის. ფუტკარი არ ასოცირდება მხოლოდ თაფლთან, მეგობრებო, ყველაფერი, რასაც ჩვენ მივირთმევთ, ეს მცენარეული კულტურები ფუტკრის დამსახურებით ხარობენ და გვაძლევენ ნაყოფს, შეიძლება ასე ითქვას. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მათი არსებობა ჩვენთვის, ჩვენი ცხოვრებისთვის და გაუფრთხილდით მეფუტკრეებს, მიეცით мотиваცია, დაუდექით მხარში და ახლა უკვე უნდა გადავინაცვლოთ ძალიან საპასუხისმგებლო ამბისკენ, უნდა გავხსნათ სკები. შეიარაღებული ძალები მივემართებით ფუტკრების არმიისკენ. მოვდივართ ფუტკრებო. ეს ამ კონტეინერში ამოვიღებთ რამდენიმე წელს, წავიღებთ, ამოვთვლით და გამოვწურავთ სიბურუთში, ასე ვთქვათ. მე ვიქნები გამანეიტრალებელი. განგაშის ზარია საფუტკრეში. ნახოთ რა მოგგვიმზადეს ჩვენმა ფუტალებმა ეს თეთრი ახალი რა მაგრად უმუშავიათ სულ ახალ ნაშენები. ჩვენზე სწრაფად ხო აშენებენ? ჩვენ რო 4 და 5 წელი ვაშენებთ კორპუსებს ესენი? ესენ თავიანთ კორპუსებს მალე აშენებენ. დიახ, ამაშიც გჯობია ფუტკრები. ახლა ჩვენ ამოღები ხარ მთავარია დავათვალიეროთ ოჯახი. აი ახლა ესეთი ჩარჩო არ ის გამოსაწვრათ ამ ნაწილი აი ეს მცირე მასაა გადაბეჭდილი მხოლოდ დანარჩენი ღიაა უმეტესობა, ამიტომ ვაბრუნებთ. ასეც არ ჯერჯერობით აქ დავდებთ გვერდზე. მაგრამ ასეც არ წავიღებთ გამოსაწვრათ აქ. კი ბატონო. ეს კი საკმაოა. ეს კი საკმაოდ არის. ვაუ. უი. მოგეშინიათ. აი შეიძლება ითქვას აქ 60% არაა გადაბეჭდილი, მაგრამ წვეთი არ წვეთავს. წვეთი რო წვეთავს, ასე დაფერთხვის დროს არაა დამწიფებული, მიხვდით, ჯერ ნექტარია და ახლა ეს ნახეთ რომ არ წვეთავდა, მიხვდით? დიახ. იქნებ ეს ცოტათი იგია მეტი, ბევრი ღია. ბოლომდე არ არის შევსებული. აი ესეც არაუშენებიათ, დავაგვიანე წელს ამის ჩადგმა. ეშინია და დამახჩოს უნდა ხო? მე არა მხოლოდ ფუტკრებს ვებრძვი ბატონი რეზოც. კარგად დავკვამლე. მეც მებძვის ესე იგია. არა უჩის, კარგია. იგია. ჭირდება ასეთ დროს რომ ფუტკარი აი ხედავთ რომ შვიდათაა დანარჩენი მაინც ფუტკრის გარეშეც, მაგრამ ჩემი დამსახურება პრევენციას ის არ აი ერთი წვეთი არ ჩამოვარდნილა. ესე იგი ღია, მაგრამ დამწიფებულია ვფიქრობ. ესეც მზადაა ხო როგორც ხარ? კი. მე მოგან ეს თეთრები რა ბატონო. ეს ახალ ნაშენები. ეს ანუ სიმაღლეში წავიდო და რომ ყოფილიყო ღალიანობა კიდე რომ გაგრძელდეს, ესე იგი განაგრძობს თაფლის იმას. შენებას. მოტანას. ერთის ყიდან ამოვიღეთ 4. თითო იქნება ალბათ რამდენი კილო? ნახე ახლა მოკიდევა. აგერე თავის პარადის. ეს 1-5 კილო იქნება? კი ბატონო, მეტი თუ არა. ვა. მაგარი 20 კილო არის. მთელი 20 კილო ამოვიღეთ სულ რაღაც 5 წუთში. ჩვენ შეიძლება ცოტა ხანში ესენიც გაავსოს შეიძლება. კი, ახლა მთლიანი დატვირთვა წავა იმ დარჩენილ 3-ზე. აი, ქვემოთ ხომ შემოტანილია თაფლი, აქ ნექტარია და აქ გადაამუშავებს, აოთქლებს, ნოსობაში გადმოიტანს ზემოთ, ქვემოთ
კვერცხისთვის გაცლის ადგილს თანდათანობით. ამ მოცემულობით კმაყოფილი ხარ? როგორი მოსავალი გვაქვს? სხვა სკეპში შეიძლება უკეთესი ვარიანტი იყოს. ანუ ყველა შეიძლება ამოვიღოთ სხვა სკეპში და უშუალოდ ქვემოთ მთლიანად 10 ჩააშო საუსია და მათვისა არ ვეხებით. ანუ გვიან შემოდგომაზე შეიძლება 1-2 ჩარჩო აქედანაც ამოვაკლოთ და დავტიოთ საზამთროთ 8 ჩარჩოზე. ანუ 3-4 აქა იქ ქვეითაც 2 ჩარჩო გამოვიდა 6 ჩარჩო. 30 კილო მარაგის საშუალება კიდევ შეიძლება იყოს. შეიძლება იმ სხვა სკაში ვნახოთ მეტი 50 კილოც კი. საუკეთესო შედეგი რა დაგიდიათ ერთი სკიდან? 60 კილო სამომიღია ბევრჯერ. 60-70 კილო სამომიღია კი. ამას ასე ვზიდავთ ჩვენ. ვაა! ფიზიკური მონაცემები ჭირდება ფუტკართან შრომას. მე ფუტკრის ასე ვთქვათ ჰერი, მიტომ ღერია, ესაა ჩვენი საინტერესო პერიოდი, რომ რაც ვიშრომეთ, ახლა უნდა მოვიმკათ და ჰერით მიგაქვთ უკვე? აბა დიდი სიხარულით მიგვაქვთ საწყობში, ასე ვთქვათ. აქვე არის საწყობიც. მე ამიტომ მიყვარს ბატონ რეზო საფუტკრე. ყველაფერი იდეალურადაა მოწყობილი. აი ნახეთ, შესანიშნავი ფუტკრები, ცოცხლადაც ხომ არიან, კედლებზეც ფუტკრები ხატია. ულამაზესი, უმშვენიერესი გარემოა. ჯერ ვაცილებთ ამ ზედმეტ სანთლებს. სულ ახლებს. სულ ახლებს და ამით გადაადნობს მეუღლე და გამოყავს სანთლის სხვადასხვა. აი ეს გადაბეჭდილები უნდა გადავახსნათ ჩვენი მიზანი მაგით. ვაჰ! რა მაგარია. ეს ხო გავუხსნათ. როცა მოგროვდებიან გავუხსნით. აი ეს გადაბეჭდილებიდან არ გამოვა თაფლი. ამიტომ ამის გადახსნის პროცესია ახლა ჩვენთვის. გადაბეჭდილი აგვიხსენით უკეთ რას ნიშნავს? გადაბეჭდილი რას ნიშნავს ახლა აი ხედავთ ახლა ესენი დახურულია, ესენი ღია უჯრედი. ანუ როცა თაფლი მაქსიმალურად 13%-ზე ჩამოვა წყალი, ფუტკრები მას როგორც კომპოტს მოუკრიშკავთ, ხო? ისე დაბეჭდა ზემოდან, ეს დაბეჭდილი ზემოდან ეს სარქველები არის ასეთი სანთელი იგივე და მარტო სანთელი არა, მაგ ახლავს დინდგელიც, ასე დინდგელის ეს ფუტკარი, დინდგელიც ახლავს ფუტკრის და ყვავილის მტვერი ჭეო. წარმოიდგინე რამდენი პროდუქტი გამოდის ამ ერთი. აი, თან აქ ზემოთან ნაწილში, უჯრის ზემოთან ნაწილში ამ მობეჭდილთან არის უმაღლესი ხარისხის თაფლი, ანუ აქში წყლის შემცველობა არის 12% ყველა 100 გრამზე. 12 გრამი, ესე იგი, ამხელა ეს ანათალი, ამიტომ აგერაცა. ეს არის მეტად ძვირფასი პროდუქტი. ესე იგი, შიგნით მიითმევ როგორც ფიჭიან თავს, შიგნით თან მიითმევ ფუტკრის შემადგენლობაც არის, ყვავილის მტვერიც არის, დინდგელაც არის, მეტად ძვირფასი პროდუქტია მაგი. კუჭნაწლავს უხდება ძალიან. მირთურა ლამაზია. რასაოცრება. დავწურეთ ჩვენ ჩარჩოები, ესენი წავა ისევ სკაში და დაიწყებენ თავიდან ამის გასუფთავებას და მე აშენებას ჩვენი ფუტკრები და ახლა უნდა ნახოთ რა მივიღეთ. ვაჰ! აი, ნამდვილი თაფლი. არც კი წყდება ისე იწურება. აუ რა მაგარია. ბარაქიანი მოსავალი გვაქვს, ფერით შესანიშნავი. არომატები უნდა ნახოთ აქ როგორი დგას. ახლა გავშინჯავთ, დავაგემოვნებთ, ის ფიჭიანიც დავაგემოვნოთ ანათალი. რასაოცრება მერთო და ყველაფერი მოხდა ხახნო ერთ თვეში. წარმოიდგინეთ, ერთ თვეში ააგეს ფუტკრებმა ეს საოცარი ფიჭები.
ჩადეს თაფლი, რომელიც სულ რამდენიმე წუთში დავატრიალეთ და უკვე წურავთ აქვე. ესეთი 20 კილო თაფლი გვაქვს. 20 კილო თაფლი მივიღეთ ერთი სკიდან. თან ეს არ არის საუკეთესო შედეგი, საუკეთესო შედეგი სხვა სკებშიც არის. მხოლოდ 4 ჩარჩო ამოვიღეთ. ფუტკრებით აგიჟებულები არიან, გვესხმიან თავს. მათაც უნდა ნახონ რისთვის იშრომეს ეს მთელი ერთი თვე. სხვა პერიოდში დილიდან 8-ზე 7-ზე დავიწყებ მუშაობას, 12-მდე 11-მდე ვმუშაობ, მერე ვაჩერებ და საღამოს გაწურულ ჩარჩოებს ვუწყობთ სკაში. ყველაზე საინტერესო ამბავი. ამ გადაცემიდან რამდენი ჩემი კივილი, წივილი, ყვირილია მოჭრილი, ვერ გეტყვით. არა, ამას ისე. მაგრამ ანუ ერთი ორი ვიზიტი გინდა კიდე რომ ცოტა შეეჩვიო. კი, უფრო ხშირად უნდა მოვიდეთ. სულ გვპირდებით, სწრაფად მოვალთ თქო და მგონი რა ვიცი, სიტყვა არ გაგვიტეხავს, მაგრამ ამჯერად კი, მაგრამ შემდგომში ნახოთ. შემდგომში ნახოთ. ჩვენ ახლა დავაგემოვნებთ ამ უგემრიელეს ნაყოფს, რომელიც ფუტკრებმა გვაჩუქეს ძალიან მცირე დროში, ბატონი რეზოს დამსახურებით, თავისი არჩეულებრივი მეუღლის დამსახურებით. მოკლედ, არ ვიცი, აღფრთოვანებული ვარ თქვენით ყველა ჯერზე როცა მოვდივარ. და შეუფასებელია თქვენი შრომა, რასაც აკეთებთ. მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ. ხვავი ბარაქა გისურვოთ ყოველთვის და მინდა რომ თქვენი ცოდნის გაზიარება, როგორც თქვენ ფუტკრებისგან ისწავლეთ, აი ეს ზუსტად როგორც აკეთებს ამას ჩვენს გადაცემაში, დიდხანს შეძლოთ ჩვენთვის და ჩვენი საყვარელი მაყურებლებისთვის. უმეტესი მადლობა, ვისააგებდებ შემთხვევით და ყველა მეფუტკრეს ვლოცავ ახალ სეზონს, თაფლის წულის სეზონს. ვისურვებდი და ვუსურვებ მეფუტკრეებსაც და ყველას, რომ აღორძინებული იყოს მეფუტკრეობა და უფრო მეტი და მეტი დოვლათი შეექმნათ ფუტკრებს ჩვენთვის და სახელმწიფოს. ჩვენ საამაყო მეფუტკრესთან რეზო თურმანიძესთან ერთად გემშვიდობებით ქედის მუნიციპალიტეტიდან. ჩვენ გავაგრძელებთ ფუტკრების შრომას თქვენთვის და ერთ კვირაში ისევ შევხვდებით ერთმანეთს, გვიყურეთ ჩვენს Facebook გვერდზე, YouTube არხზე აუცილებლად. მოკლედ მომავალ შეხვედრამდე დროებით.